ასეთ შეკითხვაა, როგორ მივიღო გადაწყვეტილება სწრაფად და მშვიდად ემოციების გარეშე. საქმე იმაშია, რომ არის სიტუაციები, სადაც სწრაფად და თან მშვიდად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ. ესაა კრიტიკული სიტუაციები, სადაც ოპერატიული მოქმედებაა საჭირო და ამ შემთხვევაში შენ უბრალოდ ხელმძღვანელობ იმ ჩვევით, რაც გაქვს. მაგალითად, ან გაურბიხარ პასუხისგებლობას, ან საკუთარ თავზე იღებ პასუხისგებლობას. ეს სიტუაცია რომ შეიცვალოს, საჭიროა საკუთარ თავს დააკვირდე და დაინახავ, რა სიტუაციებში როგორ იქცევი. თვით დაკვირვება ძალიან დიდი ძალაა და დიდი ცვლილებების მოხდენა შეუძლია. ხოლო თუ გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია ცოტა გრძელვადიან საქმესთან, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავწონოთ, ყველა საკითხი შევისწავლოთ. ის ინფორმაცია, რაც არ გვაქვს, უნდა შევივსოთ, ან უნდა ვეძებოთ. მომზადებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რჩევის კითხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს პირადი ინტერესი შენ საქმეში და ვისაც აქვს გამოცდილება ამ საქმეში. სხვა ადამიანებს რჩევა არ უნდა გითხო. ამ შემთხვევაში, როდესაც შენ შესწავლილი გაქვს საკითხი, ეს უკვე ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა ყველაფერს ვერ გათვლი და შეცდომები აუცილებლად იქნება. ამიტომ იდეალურ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც არაჩვეულებრივად იმუშავებთ ინტუიცია და ისინი ინტუიციურად იღებენ სწორ და ეფექტურ გადაწყვეტილებას. ახლა რაც შეეხება აი თქვათ გადაწყვეტილება, მოვემზადე და გადაწყვეტილება მივიღე, ამის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი არის მოქმედება. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი უბრალოდ ძალიან ბევრს ლაპარაკობს და არ გადადის მოქმედებაზე. და მოქმედებას რაც შეეხება, უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი. შენ არასოდეს არ გეცოდინება რა მოყვება მეორე, მესამე, მეოთხე ნაბიჯს, წინასწარ ვერ გათვლი, უბრალოდ შემდეგ ნაბიჯებს, ანუ მოსახვევის იქეთ რა იქნება, არ იცი, სანამ მოსახვევს არ მიუახლოვდები და იქეთ არ გაიხედები. ვემზადებით, შეძლებს და გვარად ვაკეთებთ გარკვეულ გათვლებს და შემდეგ უბრალოდ თამამად.